კაი, მადლობა ბატონ დაპატიჟებისთვის. სიმართლე გითხრათ, შეჯამების სახით სწრაფად ვიტყვი, რაც მიმაჩნია მართებულად. მე მგონი თავი და თავი შევთანხმდეთ იმაზე, რომ არის ილუზიები. ისიც ჩემმა ერთმა გერმანელმა კოლეგამ სანამ თვითონ დაიწყებდა მიტინგებზე სიარულს ძალიან კარგად განაცხადა. საქართველოში ქართველი ისტორიკოსები ისტორიას კი არ შეისწავლიან, არამედ წერენ. ჩვენთან ილუზიები იცვლება, მან მდგომარეობა არ იცვლება. ჯერ გქონდა რაცა ილუზიები კომუნისტური, მე ილუზიები რაღაცა ლიბერალური, ეხლა ილუზიები პოსტლიბერალური, მაჭკუას არ ვსწავლობთ. მე ხა მაინც მეცნიერი ვარ და სიმართლე გითხრათ არ ვიცი რომ წიგნში წაიკითხა ამა თუ იმ ადამიანმა ის რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებმა და აღაშენოს საქართველო. ასერთ საერთაშორისო ერთობების წიგნში რამე არ წერია. არც ერთ წიგნში არ წერია იმასთან დაკავშირებით რომ მაგალითად საქართველომ არ უნდა აღაშენოს საქართველო. და რატომღაც, მაგრამ ჩვენთან ჩვენს მიწაწყალზე რატომღაც ადამიანებს გააჩნია რწმენა იმაზე, რომ რუსებმა უნდა აგვაშენონ, ამერიკელებმა უნდა აგვაშენონ, ევროპელებმა უნდა აგვაშენონ, როცა მე არც ერთხელ არ გამიგია რეალური შეხვედრაზე ამერიკელებისგანაც და ევროპელებისგანაც, რომ თქვენ აგაშენოთ. იქ იყო ყოველ საუბარი, რომ თქვენ მოგცეთ შესაძლებლობას. თქვენ მას ან გამოიყენებთ, ან არ გამოიყენებთ. ამიტომ მე მინდა რომ ჩვენ ფოკუსი მოახდინოთ საქართველოს და ქართველებზე. იმიტომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როცა ჩვენ უსმენთ რუსებს, ყაზახებს, თურქმენებს, აზერბაიჯანელებს, ყოველთვის გარე პრობლემას ეძებენ. პრობლემა არის ჩვენში და ეს არის ილუზიები. როცა ჩვენ გვეცოდინება რომ ეს სიტყვები ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა უნდა ჩვენზე ავიღოთ, მაშინ აღარ მოგვიწევს იმაზე დავარო ჩვენი პატრონი ჩვენ თვითონ ვართ. ჟვან აქედან გამომდინარე მოვიდოთ მე საკითხზე ჟვანიაზე. როცა 1999 წელს მან განაცხადა რომ მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი, ეს იყო პოლიტიკური განცხადება. ეს არანაირი ცივილიზაციური განცხადება არ იყო, ჟვანია თორსტები დედამისი იყო სომეხი, თვითონ მამა ყავდა ქართველი და ისეთივე ევროპელი იყო, როგორც ჩვენც ჩინელები. მაგრამ ეს იყო განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ წასასვლელი გზა გვაქვს თუ რუსეთი არასწორად მოიქცევა. და ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკაც ეს იყო, რომ თუ რუსებთან ვერ დავლაგდით, ესე იგი ნატოსთან შეიძლება მოვილაპარაკოთ. და მისი გადაკეთება რელიგიურ დოქტრინად, ეს არის რელიგიური დოქტრინა, როცა შენ ამბობ რომ მე დებატს არ დავიწყებ, ესე იგი თუ ჩვენ არ დებატობთ, ესე იგი ეს არის რელიგიური დოქტრინა. ესე იგი შენ მე მთავაზობ ახალ ნეოკომუნისტურ იდეოლოგიას, რომელშიც უნდა მქონდეს ერთი ღმერთი, ერთი რელიგია, ერთი დროშა და ერთი რწმენა. და მე მგონი რომ თქვენ საუბრობდით დამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებლობა სწორედ ამას ეწინააღმდეგებოდა. საქართველოს თავშინაარსით არის ევროპული უნგაგებით რომ გვიყვარს თავისუფლება, გვიყვარს თავის გამოხატვა, მაგრამ აზიურია, იმიტომ ჩვენ პატივცემს ოჯახს, რელიგიას და თემს და საზოგადოებას. ამიტომაც ჩემი აზრით ის რაც დღეს არის ევროპელობა, ეს არ არის ჩვენი სუვერენიტეტის სურვილი და ეს არც არის ევროპა. და ჩვენი ხედვა იყო ის რომ ჩემი სიტყვა უნდა იყოს თავისუფალი და არც ევროპა, არც რუსეთი და სხვა ვერავინ ვერ უნდა ამიკრძალოს. სწორედ ამის გამო რომ საქართველოში არის ლიბერალური იდეოლოგიის კრიზისი, იმიტომ ლიბერალურმა იდეოლოგიამ შემოიყვანა ფრენსის ფუკუიამა და მე გაიჭედა ამ დოქტრინაში ფრენსის ფუკუიამამ თავისთავი უარყო, მაგრამ ჩვენ დავრჩით ამ ნეოკომუნისტურ იდეოლოგიაში. ანუ დასავლეთმა, რომელმაც ეს განაცხადა, თვითონ გადადგა ნაბიჯი წინ და ჩვენ გავიჭედეთ, ჩვენი ლიბერალური ელიტები გაიჭედნენ ამ თხრობაში და ვეღარ განვითარდნენ და ვერ განვითარდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაფინანსებას იღებდნენ ევროპელებისგან, ამერიკელებისგან, რომელსაც ხედავდნენ ამ ხალხში პოტენციალს. რაც შეეხება ჩარევა სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ჩვენმა ელიტებმა საკუთარი ინტელექტუალური თვითრეალიზება იპოვეს ევროპაში. და ამერიკაში, საქართველოში მაწიქს არავინ ბეჭდავდა, მათ ნამუშევრებს არავინ კითხულობდა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები წავიდნენ იქ, სადაც იყო შემოსავალი, აღიარება და მომავალი. და საქართველოს მთავრობა, ელიტები დათანხმდნენ იმაზე, რომ ევროპელი და ამერიკელი არ თუ ჩაერეოდნენ, ამე დაგვაფინანსებდნენ და მათი სიტყვა იქნებოდა ჩვენზე უმნიშვნელოვანესი და შეგახსენეთ კახიშვილს ქონდა ყოფილი მის ძალიან კაი ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა, რომ მე არ მესმის რატომ უყურეთ ქართველებს რომ ამერიკელები და ევროპელები განცვიფრებულები არიან, რადგან აქამდე ვინ იქნებოდა მინისტრი და ვინ არა, ამაზე მწვანე შუქს იძლეოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი. და ახლა უცბად ქართველებმა განაცხადეს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს სუვერენიტეტი, ახლა უცბად 25 წლის შემდეგ განაცხადეს, რომ ჩვენ თქვენ აღარ მოგისმენთ, მაგრამ ამას გავაკეთებთ თქვენი შემოსავლით, თქვენი გადასახადებით.
მე მგონი ყველამ კარად ვიცით რომ როცა ვიღაცა თანხას იხდის იმაში რომ თქვენ მოიქცეთ შესაბამისად ამერიკელები და ევროპელები და რუსები არ დააფინანსებენ თქვენს გაუკუხმართებული მათ აზრით საქციელს. ამიტომ დღეს ქართული ოცნება აკეთებს იმას, რასაც მას მე ხაზ უჭერ. აიძულებენ რომ მოახდინოს სუვერენიზაცია, რადგან უცბად გაიაზრეს რომ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც თორე საჭიროა მაქსიმალურად გამოიყენებენ საქართველოს. ეს არის იძულებითი სამწუხაროდ ჩემთვის აღიარება მის, მაგრამ მე მიმაჩნია რომ თუ რაც მომენტში ეს მოტრიალდება, ქართული ოცნება ისევ დაუბრუნდება ძველ ფორმას. იმიტომ ჩვენს ელიტებს, აკადემიურს, ბიზნეს, პოლიტიკოს ძალიან აწყობს რომ მრავალმილიონიანი შემოსავალი ისე მოდის რომ ეს ადამიანები არანაირ შედეგს არ დებენ რეალურად. აკადემია საქართველოში და ამას არავინ არ უყურებს, არანაირ პროდუქტს არ აწარმოებს. პოლიტიკური ელიტები ერთად იგივე ზღაპრებს ყვებიან, როცა მე 5 წლის და ეხლა 27 წლის ზუსტად იგივეს ლაპარაკობენ, არანაირი პოლიტიკური განვითარება არ ხდება, ახალგაზრდები კიდევ არ ფლობენ არც თეორიულ ნაწილს და არც პრაქტიკულ ნაწილს. და შესაძლოა, მაგრამ ფული შემოდის. ამიტომ შვენიერი ფინანსური პირამიდა არის, რომლის უკან სამწუხაროდ არაფერი არ დგას. რაც შეეხება სატრანზიტო გზას და აქ საუბარი არის სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე და იმაზე, რომ ტრამპის გზა უნდა გაიხსნას, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას ცდილობს ამ გზის გამოყენებას, იმისაც, რომ დაელაპარაკოს ბოზაბოს დონალდ ტრამპს და ვიცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო საქართველოში. შესაბამისად, მე მიწევს სომხების სახსნა, რომ საქართველოსთვის ეს არის არა სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დალაგების გზა და ვიმეორებ, თუ ეს გამოვიდა, მე არ გამიკვირდება თუ ხვალ ყველა ეს პროექტი ქართულებმა დახურავს, სიტყვაზე ჩვენ ვუბრუნდებით ისევ მაშასადამეობას და ეს ყველაფერი დასრულდება, იმიტომ ის რაც ხდება, ეს არ არის გააზრება ქართული ოცნების მხრიდან, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბრძენი. ეს არის უბრალოდ იძულებითი მექანიზმები. რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მე მგონი წლები და წლები გადის და ბატონ ბოდნოვ სწორედ თქვა, ავიცი დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშეო, მხოლოდ ერიხმარი რემარკის სიტყვას გამოვიყენებ, იმიტომ რომ საქართველოს არ ვიცი რა უნდა გააკეთო, საქართველოს ყველაფერი გააკეთა. საქართველოს ყველაფერი გააკეთა მას შემდეგ რაც ომი იყო და დათანხმდა ეკონომიკურ ურთიერთობებზე, დათანხმდა ყველაფერზე აბსოლუტურად სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რუსეთი 20 წელი ფიქრობდა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, დღემდე სამწუხაროდ არის არაადეკვატური სენტიმენტები იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა ვალდებულებები გვაქვს და ისინი ვერ გრძნობენ, რომ აქ ახალგაზრდა თაობას საერთოდ არ აქვს არანაირი შეგრძნება ვალდებულებების და ამიტომაც ჩემი აზრით ბურთი არის ყოველთვის რუსეთის მოედანზე, მაგრამ რუსეთი ამას აკეთებს 10 წელიწადში ერთხელ დაფიქსდება, თუმცა უნდა გავიზიარო მოსაზრება, მე გულწრფელად გეტყვით ისევ არ მისვეს. თუ ადამიანს ერთვერი მაინც პროდასალური წიგნად წაიკითხული, როგორ შეიძლება განაცხადეს, რომ ჩვენ რუსებს დაველაპარაკებთ, როცა ტერიტორიებს დავიბრუნებთ. თუ ტერიტორიებს დაიბრუნებთ, მაშინ რუსეთთან ლაპარაკი აღარ გჭირდება. ლაპარაკი ეს იცით და ამით დავასრულებ, როცა ანტონიო ბანდერასის ფილმი მახსენდება, მე-13 მეომარი, როცა ხაზარებთან მოსალაპარაკებლად მიდის და სულ გარბის და ბოლოს ეუბნება მრჩეველს, რომ მე დიპლომატია უნდა ხალხს ველაპარაკო და არა გავიქცეო და აბა ვის ველაპარაკო და ესეუნება დაელაპარაკე ეხლა გავიქცეთო. ანუ თუ ჩვენ არ ველაპარაკებით მტრებს, აბა მაშინ ვის უნდა დაველაპარაკოთ? ანუ დიპლომატის ხელოვნება მაშია. ეხლა მე ჩემს მეგობარს კრუასანის ფონზე ისიც დაველაპარაკები, მაგას დიპლომატია არ სჭირდება და მაგრამ ეს თვითონ ნათქვამი ჩვენი მთავარსარდლის უკვე მიუთითებს იმაზე, რომ შინაარსობრივ საფერი არ შეცვლილა. ანუ დღესაც ირაკლი კობახიძეს და ბატონ პაპუაშვილს მიაჩნია, რომ რუსები მოვლენ, ჩაგვაბარებენ ოსეთს, აფხაზეთს, ყველაფერზე დათანხმდებიან და მე ჩვენ დავილაპარაკებთ. ნუ ეს ზუსტად იგივე უაზრობა, როგორც ვლოდიმერ ზელენსკის და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ ამბობენ, რომ ჩვენ ომს ვიგებთ, მოვიგებთ და მე რუსებს დავილაპარაკებთ. თუ თქვენ მოიგებთ რუსეთთან ლაპარაკი აღარ იქნება საჭირო და თუ რუსეთმა მოიგო, მით უმეტეს თქვენ არავინ არ დაგელაპარაკებთ. ეს არის ვიმეორებ რაღაცა სიბრიყვე, რომელიც ეყნება სწორედ ამ ლიბერალური იდეოლოგიის კრიზისს, რომელმაც თქვა, რომ ფაქტს აზრი არ აქვს, შინაარსს აზრი არ აქვს, კონტექსტში აზრი არ აქვს, ყველა არაფერს აზრი არ აქვს, თავარია თქვენ კარგად იგნოთ თავი და ჩვენი ღირებულებები იყოს სწორი, მაგრამ სწორედ მაგიტომაც არის კრიზისი, რომ აღმოჩნდა, რომ ფაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აღქმა, იმიტომ როცა ქვა და ტყვია მოხვდება, აქ აღქმა ვეღარ გიშვებთ. მადლობა ყურადღებისთვის.